მოკლედ დღეს ვამზადებ გიემის ტას, ბერძნულ საჭმელს, რა თქმა უნდა. მე აქ მაქვს ქინძი და პიტნა წვრილად დაჭრილი. დავამატე 1 დიდი ზომის გახეხილი ყაბაყი, 1 ცალი ხახვი, ჩვეულებრივი თეთრი, 3 კვილი ნიორი და ეხლა უნდა ჩავამატო 2 ცალი გახეხილი სტაფილო. უпроსტად ბლენდერში გატარებული. დავამატე დაბლენდერებული 2 ცალი სტაფილოც. ნახეთ როგორ გავაკეთებ. გაგიზიარებთ თქვენც. აი შევეცდები რომ დაგანახოთ კარგად როგორ ვაკეთებ. აი ეს გული უნდა ამოვიღოთ და ეს ბოლომდე არ უნდა ჩავჭრათ. ნახეთ, პატარა კოვზი აიღეთ. ესე ფრთხილად, ძალიან ფრთხილად გააკეთეთ. ბოლომდე არ ჩახვიდეთ ძირში, იმიტომ რომ არ გააფუჭოთ პომიდორი. აუცილებლად აიღეთ პატარა კოვზი. აი ესე უნდა ამოასუფთავოთ, რაც შეიძლება. ეს პომიდორის შიგთავსი. აი ესე. ეს უნდა გამოვიყენოთ მე ამის გულით და ამოვტენოთ ეს პომიდორები და ბულგარული წიწაკები. ნახეთ? ჩანს, ხო? აი ეს ფრთხილად ამოაცალეთ, აი ესე გვერდებზე. გაჩვენებთ როგორ გავაკეთებ. ძალიან ფრთხილად. ეცადეთ რომ ისეთი პომიდორი აიღოთ, რომ იყოს რბილი და აი ეს ძარღვები რომ არ ქონდეს, აი შიგნით. ეცადეთ დიდი ზომის პომიდორები. მე ამას ვეძახი საზაფხულო საჭმელს. ძალიან მიყვარს. რაც აქ შემოვედი ამ სამსახურში პირველად ვაკეთებ, თორე ისე რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გამიკეთებია. აი, ნახეთ როგორ ამოვასუფთავე. ჩანს, ხო? ნახეთ? აი ეს. ავიღოთ ბულგარული წიწაკები, დიდი ზომის, რაც შეიძლება. ამ წიწაკის გულს არ ვიყენებ. ყრით. აი ესე ბოლომდე არ გავხსნათ. ამას ბევრი გული არ აქვს. ეს წიწაკები ამოვიღოთ. ეს მზადა. აი ესეთი დიდი ზომის ბულგარული წიწაკები. ფერადები. ეს გული უნდა ჩავასხათ 1 წუთით. ამ გულს ავღვრით. ყურეთ. მინდა რომ გამოჩნდეს. ესეც ესე გავაკეთოთ, ბოლომდე არ ჩავჭრათ. თავსახური რომ ეფარებოდეს, აი ეს. ახლა ცოტა ცუდი. აი ამას ამოვაცლით, რა თქმა უნდა და გადავაგდებთ. აი ესეთ ვიფასებ. ეს ახდის დროს ძალიან არ გადაწიოთ, რომ არ გადატეხოთ. ვეცდები რომ გაჩვენოთ კარგად როგორ ვაკეთებ. ბოლომდე არ ჩახვიდეთ, რომ ძირი არ გაუფუჭოთ. აი ესე შემოატარეთ მრგვლად.
მერე ნახევარზე ესე ჩაჭერით, ოღონდ ბოლომდე არ ჩახვიდეთ, იმიტომ რომ ძირი გაგიბუჭდებათ და ძირი თუ გაეხა, გამოვა წვენი, აი ესე ნახეთ, ნახევარია მოვაცალე. ცოტა ის ჩაუჭრი აქ. სხვათა შორის უნდა ამას ბევრი დრო, იმიტომ რომ ისეთი ის არის საჭმელი. ბევრი დრო უნდა და გაკეთებას რომ გადაწყვეტთ, ცოტა ადრე დაიწყეთ ამის მომზადება, იმიტომ რომ დროში ჩაეტიოთ კარგად. მე ამას ყოველთვის დილით ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ როგორც ბერძნები იტყვიან, მთელი ფასარია, ანუ ბევრი დრო უნდა, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ სადღაც 11 საათისკენ დავიწყე. ესე ვამზადებ. ნელა, ახლა უნდა შევკმაზო. ესე. ლები უნდა ჩაუწყო 1-2 ცალი, გაჩვენებთ მოკლედ. ახლა ამ ყველაფერს დავამატებ ამ პომიდორების გულს. ესე ჩაჭყლეტის და არ დააბლენდეროთ პომიდორის გული, იმიტომ რომ ძალიან ესეთი იქნება თხელი და წყალივით. უბრალოდ ამას გულებს რომ გამოვუყანთ, ესე დაჭყლეტეთ. გინდათ ჩანგლით, გინდათ აი ლობიოს რომ ჭყლეტავთ, გინდათ იმით არ აქვს მნიშვნელობა. უნდა იყოს სქელი მასა. ამას ახლა უნდა დავუმატო პომიდორის გული და გაჭყლეტილი და ბრინჯი. ბრინჯი უნდა დავუმატო ცოტა თეთრი, ცოტა ყვითელი. ჩავამატოთ ყველაფერს. მოვურიოთ კარგად. გაიხსნას ეს ყველაფერი ერთმანეთში. ისეთი სასწაული სურნელი აქვს, აი ვერ გადმოგცემთ. ეხლა ამ ყველაფერს ჩავამატებ ბრინჯს. როგორ უნდა იანგარიშოთ, იცით, მეგობრებო? აი ერთ პომიდორზე, ერთ ცალზე უნდა იანგარიშოთ 1 სუფრის კოვსი კარგად გავსებული ბრინჯი. დავამეტებ ახლა ბრინჯს, მოვასხავ ზეითუნისზეც, მარილს, რა თქმა უნდა, გემოვნებით და ცოტა პირპილი. ესე იგი, ყველაფრიანად გამოვიდა ჩემი პომიდორი და წიწაკები გამოვიდა სულ 13 და გავუკეთე, ნახევარზე გავყავი, გავუკეთე თეთრი ბრინჯი და ყვითელი ბრინჯი, აი სუფრის კოვსი. ერთ პომიდორზე და ერთ ბულგარულ წიწაკაზე იანგარიშეთ 1 სუფრის კოვსი. ახლა მოვაყაროთ, ჯერ მოვურიოთ ეს ყველაფერი, კარგად გაიხსნას, აურასუნია. კარგად რომ მოვურებთ ამ ყველაფერს, დავაყრი მარილს, გემოვნებით და პირპილს. ვაიმე რა სურნელია ღმერთო. ვაყარე პირპილი, მარილი გემოვნებით. კარგად გავასაუთ ერთმანეთში. კაი ფერებია ზაფხულის. და ამ ყველაფრით უნდა შევავსოთ ესენი. უნდა ამოვტენოთ. დაბანილი მაქვს ხელები, ხელზე არ დამიწეროთ არაფერი. ყოველ 2 წუთში ვიბან. დავასხი ზეითუნისეთი. მოკლედ ესე გამოვტენე ყველა. აი, გაჩვენოთ
ყველა ესე გამოვტანე. ეს ცალკე ადგილი დავტოვე, რომ კარტოფილი ჩაყარო. ჩავამატე კარტოფილიც. დავამატე კარტოფილიც და ეხლა ამ კარტოფილს ცოტა ის დამრჩა წვენი, ანუ თავისი შიგთავსი და დავაყრი აი აქ ამ კარტოფილს. ნახეთ რა ლამაზია. ჩავრთე დუხოვკა, რომ გაცხელდეს და უნდა შევსვა 180 გრადუსზე. ნენელა შეიწვება და რა თქმა უნდა შემწვარსაც გაგიზიარებთ და გაჩვენებთ. ვინც გააკეთებთ, გემრიელად მიირთვეთ. სად არის შესაწველად? დუხოვკაში შესასმელად. აი ესე. სად არის? დუხოვკაში შესასმელად. ეს კარტოფლის დავუმატე, რაც დამრჩა. შიგთავსი. სადღაც საათნახევარი მაინც დასჭირდება, რომ შეიწვას. არის საკმაოდ წვნიანი, ნახეთ, დაბლა. წვენი გაუშვა. საკმაოდ ნოყიერი საჭმელია. ყველაზე მეტად კარტოფილი მიყვარს და ის წიწაკები. შევცვით, შესაწვეთ. მე ბიურობს რა ენაღლება. სიყვარულო. დაიცინი. ისეთი შავია, არც ჩანს.